მოგესალმებით, მესამე დონის მეორე დავალება წარმოგიდგენთ დღეს და ერთ-ერთი თემა იქნება პირის ნაცვალსახელები, ანუ personal pronouns. წარმოგიდგენთ მხოლობით და მრავლობითი რიცხვის პირის ნაცვალსახელებს. მხოლობითი რიცხვის პირის ნაცვალსახელები არის შემდეგი: I, მე, you, თქვენ, he is მამრობითისთვის, she is მდედრობითისთვის and it is საშუალო სქესისთვის. მრავლობითი შემთხვევაში we, ჩვენ, you, თქვენ და they, ისინი. პირის ნაცვალსახელები გვაქვს ინგლისურ ენაში ორი ტიპის. ერთი არის, როდესაც ისინი არიან სუბიექტები, ანუ მოქმედების შემსრულებლები და მეორე შემთხვევა. პირველი შემთხვევის დროს წარმოდგენილი პირის ნაცვალსახელები დგებიან წინადადების საწყის პოზიციაში, ხოლო მეორე ტიპის პირის ნაცვალსახელები, რომლებსაც ახლა გაგაცნობთ, ისინი დგებიან წინადადების ხშირად ბოლოში. და ვნახოთ ახლა პირის ნაცვალსახელები უკვე წარმოდგენილი ორივე ტიპის, სინგულარ მხოლობით რიცხვსა და მრავლობით რიცხვში. ჯერ დავიწყოთ მხოლობითი რიცხვი I, me. ეხლა მე. და ეს რეალურად ჩემს ასე ითარგმნება ხოლმე. ვიტყვით ასე: I have breakfast every day. მე საუზმობ ყოველ დღე, მაგრამ ნახეთ, this breakfast is for me. ეს საუზმე არის ჩემთვის. მერე you, შენ. ამ შემთხვევაში ორივე ერთნაირი არის. You have breakfast every day. შენ საუზმობ ყოველ დღე and this breakfast is for you. His შემთხვევაში he, him. ესე იგი, he has a breakfast every day and this breakfast is for him. She, დედრობითი შემთხვევაში she და her გვაქვს. She has breakfast every day, ის საუზმობს ყოველ დღე and this breakfast is for her და ეს საუზმე არის მისთვის და საშუალოსთვის it. It has breakfast every day and this breakfast is for it. გავიგეთ, ახლა გადავიდეთ მრავლობით რიცხვში. მრავლობითი რიცხვი გვაქვს შემდეგი plural. We, ჩვენ და us არის მეორე ტიპის პირის ნაცვალსახელი. We have breakfast every day. ჩვენ საუზმობთ ყოველ დღე and this breakfast is for us. ეს საუზმე არის ჩვენთვის. ან you ერთნაირია ორივე შემთხვევაში. You have breakfast every day and this breakfast is for you. ეს საუზმე თქვენთვის არის. და მესამე პირის მრავლობითი they, ხოლო მეორე ტიპი არის them. They have breakfast every day. ისინი საუზმობენ ყოველ დღე and this breakfast is for them. დავიმახსოვროთ, როდის რომელ პირის ნაცვალსახელს ვიყენებთ და სწორად ჩავსვათ წინადადებებში. მომწმოცებულია სავარჯიშოები გამომდინარე ამ ახსნიდან და გთხოვთ შეასრულოთ პირობის შესაბამისად.